ჯოშ ჰოკიც მაიამიში ხო ყველა მუყურეთ. შესაბამისად ნახეთ როგორ შეიძლება კაცი მოვიდეს 6 თვეში ორგანიზაციაში და მოიგოს 3 ჩხუბი და 3 ჩხუბში გახდეს ვარსკვლავი. ამის თავარი მიზეზი ჩემი აზრით არის ის რომ ადამიანი სწორად ხვდება რა არის საჭირო პოპულარობისთვის, რას ითხოვს მისგან დამქირავებელი, ამ შემთხვევაში ორგანიზაცია და როგორ უნდა მოახერხოს ის, რომ თან მიიქციოს ყურადღება და თან მის ბრძოლებს თვალი ვერ მოწყვიტონ ნეიტრალურმა გულშემატკივრებმა. ჯოშ ჰოკინის მიმართ არსებობს ორი აზრი. ერთი რომ უყვართ და მეორე რომ ეზიზღებათ. ეს არის სხვადასხვა ძალიან კარგი ფორმულა ვარსკვლავობის და დღეს ვაპირებ სწორედ ვარსკვლავებზე გელაპარაკოთ, რომლებიც სხვადასხვა გზებით ახერხებენ ერთი და იგივე შედეგის მიღწევას. შევეხები ცოტა წარსულს, აწმყოსაც და ნაწილობრივ შეიძლება მომავალსაც. ვნახოთ საუბარი საით წაგვიყვანს. თითქმის უკვე 3000 გამომწერს მიუახლოვდი და გულწრფელად გეტყვით. ამ შედეგს ნამდვილად არ ველოდი ესე მალე. ძალიან დიდი მადლობა ყველას. ხოლო თუ ახლა ისეთი ადამიანი მიყურებს, ვინც პირველად ხედავს ჩემს ვიდეოს, უყვარს MMA და ზოგადად კომბატ სპორტები, დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი, გააქტიურეთ ზარისღილაკი და მომავალშიც ძალიან ბევრ თქვენთვის საინტერესო ვიდეოს გადავიღებ. ახლა კი დავუბრუნდეთ ისევ თემას და მოდი ვილაპარაკოთ ვარსკვლავებზე. პირველი მთავარი ვარსკვლავი, რომელზეც პრინციპში მინდა რომ ვილაპარაკო არის ჩელსონი. I don't promote fights, I pick fights. I'm like John Jones, I sound like Sean Combs and I got trombone-sized stones like John Holmes. რა თქმა უნდა, სონენამდეც იყვნენ ვარსკვლავები, მაგრამ აი რასაც კლასიკური გაგებით ვარსკვლავი ქვია, ვფიქრობ პირველი იყო სონენი და არა ჩაკ ლიდელი ან რენდი კოტური ან ტიტო ორტისი. ეს ადამიანები იყვნენ პოპულარულები, მაგრამ იყვნენ პოპულარულები MMA-ის სამყაროში მხოლოდ. და ჩელსონენი იყო ადამიანი, რომელმაც გარკვეულწილად MMA-ის მაყურებლების რაოდენობა საგრძნობლად გაზარდა. ამის მიზეზი იყო ის, რომ სონენი სწორად მიხვდა რა იყო საჭირო იმისთვის, რომ ზოგადად ნებისმიერი ადამიანი მისით დაინტერესებულიყო და არა მხოლოდ კონკრეტულად ის, ვისაც უყვარდა MMA. ამისთვის სონენმა მარტივ გზას მიმართა, ადგა და ძველი WWE-ის ჩანაწერებს უყურა ბევრს. ან შეიძლება მანამდეც ნანახი ქონდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაგრად მეცადინეობდა იმაში, რომ ის, რასაც WWE-ის ვარსკვლავები აკეთებდნენ, გადმოეტანა MMA-ში. ეს შეიძლება ერთის მხრივ ასე ცუდად ჟღერდეს, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მებრძოლები არიან და მებრძოლმა უნდა შედეგი აჩვენოს გალიაში, მაგრამ ინტერესის გაღვივება არ არის არც ერთ ვარიანტში ცუდი. ხშირად გულშემატკივარი ამას ნეგატიურად ხვდება და ესეც კარგია, ესეც გათვლილია და მარტივად შეგვიძლია ფლოიდ მეივეზერი კრივიდან მოვიყვანოთ მაგალითი, ან თუნდაც მუჰამედ ალი. ოღონდ სხვაობა ის არის, რომ მუჰამედ ალის გათვლა ის იყო, რომ ყველას უნდა ყვარებოდა და ფლოიდის გათვლა ის არის, რომ არავის არ უნდა ყვარებოდა. და თავარი რაც არის, შედეგი ამით მოდის. ანუ ადამიანს უყარხარ და გიყურებს თუ არ უყარხარ და გიყურებს ერთი და იგივეა. სონენი ამას მიხვდა და ძალიან მაგარი შოუები ხო დადგა. პლუს ამას ძალიან ბევრი ისეთი ბრძოლაც მიიღო, რომელსაც წესით და რიგით ლაპარაკის გარეშე ვერ მიიღებდა. სონენის შემდეგ იყო მისი დააპდეიტებული ვერსია კონორ მაკგრეგორი, რომელმაც ერთდროულად 2 წონის ქამარიც მოიგო და ამ ყველაფრისთვის დაახლოებით 3-4 წელიწადი დასჭირდა. გახდა ყველაზე დიდი ვარსკვლავი ორგანიზაციის. დღემდე ვფიქრობ, რომ ის არის ადამიანი, რომელმაც ყველაზე მეტად იქონია UFC-ის პოპულარიზაციაზე გავლენა და ბუნებრივია, რომ ყველაზე მეტი თანხაც თავად იშოვა მეივეზერთან გამართული კრივის მატჩში მარტო რა დღის, რომელსაც სხვადასხვა ვერ ჩაატარებდა რომ არა ამხელა პოპულარობა. დაახლოებით 100 მილიონი აიღო იმ ბრძოლაში კონორ მაკგრეგორმა. რატოა ახლა დააპდეიტებული ვერსია კონორი სონენის? სონენი თუ ძალიან მაგარი იყო მიკროფონთან, ჩემი პირადი აზრით საუკეთესო, გალიაში ვერ იყო ისეთი დონის, როგორიც კონორი. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ. ერთია რას ლაპარაკობ და მეორეა რომ ამ შენ ნალაპარაკებს ასრულებ ზუსტად ისე, როგორც წინასწარ დააანონსე. კონორს ეს ჰქონდა, კონორი იყო პირველი MMA-ის ასეთი სუპერვარსკვლავი, რომელიც ამბობდა, რომ მაგალითად პორიეზე პირველ რაუნდში ნოკაუტი. გამოვიდა, პირველ რაუნდში აიღო ნოკაუტი. ჟოზე ალდოზე ზუსტად რაც თქვა, 1-1-ში, რომ გაიშლება, გაშლის ამ თავის დარტყმას და მე კონტრდარტყმაზე დავიჭერ და 13 წამი დასჭირდა ამის გასაკეთებლად. ეს კიდე თალკე ფაქტორია, რომელიც კონორს ძალიან დიდ უპირატესობას აძლევს სონენთან. ხო, ანუ საინტერესო პიროვნებასთან ერთად სპორტული ამბავიც მნიშვნელოვანია, კონორს ორივე ჰქონდა. შემდეგ რა მოხდა? ამ ყველაფრის შემყურე სხვა დანარჩენმა
ბრძოლებმა გადაწყვიტეს, რომ შეიძლება გალიაში ვერ ვბაძავთ ამ ხალხს, ვინც მოგწონს და ბევრ ფულს შეუვლობენ, მაგრამ მოდი მივბაძოთ მიკროფონთან და გაჩნდნენ კოლბი კოვინგტონები. ესე ბევრი შეიძლება არ გაჩნდნენ, მაგრამ ნელ-ნელა წამოვიდა ეს მიმდინარეობა და ამ მიმდინარეობის თავარ სახეზე კოლბი კოვინგტონზე მინდა გესაუბროთ. იცი რა, კოლბი შეიძლება ვარსკვლავი არ არის, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ კოლბი კოვინგტონი იყო პერიოდი, რომ ყოველ წელს თუ არა, 2 წელიწადში ერთხელ მაინც საჩემპიონო ჯგუფს იღებდა ხოლმე. და ამის მიზეზი თავიდან ბოლომდე იყო ის, თუ როგორც იქცეოდა, როგორი გარდასახვაც მოახდინა კოლბი და რამდენად სწორად შეაფასა რა სჭირდებოდა მისგან ორგანიზაციას. სხვადასხვა მის ყოფილ მეგობარმაც ხორხე მასვიდალმაც ულამაზესი ნოკაუტით დაიწყო, მაგრამ მე მიხვდა რომ პერსონაჟი უფრო მთავარიაო და Street Jesus პერსონაჟი შექმნა, წააგო კამარუსთან ერთი ჩხუბი და მე 1 წელიწადში ისევ კამარუსთან საჩემპიონო ჩხუბით დაბრუნდა. შესაბამისად, თავადაც ხვდებით რომ ეხლა მთლად ლაპარაკი არ არის, ზოგჯერ შეიძლება ძალიან ეფექტური ნოკაუტი ან საბმიშენიც გახდეს ვარსკვლავის დაბადების მიზეზი. აი ჯოშ ჰოკიტის შემთხვევაში, რომელიც თავიდან გითხარით და დავიწყე საუბარი. აი ჯოშ ჰოკიტის შემთხვევაში ჰოკიტმა შექმნა ბრძოლა, რომელიც დიდების დარბაზის წევრი გახდება აუცილებლად და მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ წლის საუკეთესო ბრძოლის ტიტულსაც სწორედ ჰოკიტი კურტის ბლეიცის ბრძოლას გადასცემენ. ყველაზე მთავარი რაც არის, მთელი აი ამ ერთი კვირის განმავლობაში ივენტზე, რასაც ჰოკიტი აკეთებდა, საბოლოო ჯამში იმაზე უფრო მეტი დაგვახვედრა უშუალოდ ბრძოლაში და აი ეს ასე ვთქვათ შეფარდება არის იდეალური იმისთვის რომ ვარსკვლავი დაიბადოს და ალბათ დამეთანხმებით რომ ნებისმიერ შემთხვევაში ჰოკიტი ვარსკვლავია. რა სიზამს მომავალში ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. კონორს რო დაუბრუნდეთ, კონორზე ბევრს საუბრობენ რომ ორგანიზაცია ეხმარებოდა რაც ნაწილობრივ ასია და თუ კონორს ორგანიზაცია ეხმარებოდა, არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც კარგადაც ლაპარაკობენ, არც ორგანიზაცია დიდად არ ეხმარება. ნუ ყოველ შემთხვევაში თავიდან თუ ეხმარებოდა, მე აღარ ეხმარება და საბოლოო ჯამში შედეგს ყოველთვის მაინც დებენ, მათი ვარსკვლავური სტატუსი მუდმივად იზრდება და დიდი ალბათობით მომავალშიც ეს ხალხი იქნება კვლავ UFC-ს მთავარი სახეები. 2 ადამიანს გამოვყოფ. პრინციპში 3 შეიძლება, მოდი 3-ვე ვთქვათ. ილია თოფურია, ალექს პერეირა და ისლამ ახაჩევი. რაში მდგომარეობს ახლა ამ 3 ადამიანის ვარსკვლავობის მიზეზი? ნომერი 1. ფაქტობრივად არ აგებენ. თუ აგებენ, უკან რევანშებს იღებენ. ალექს პერეირას მაგალითად შეგვიძლია იგივე ეს ვთქვათ. ნომერი 2. მათ მიმართ მუდმივად არის ინტერესი, მაგრამ ეს ინტერესი სხვადასხვანაირად გაჩნდა. პერეირამ კიბეზე ასასვლელად გამოიყენა ისრაელ ადესანიას უკვე შექმნილი ვარსკვლავური ძალა. ილია თოფურიამ პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კონორ მაგრეგორის გზა აირჩია, მაგრამ კონორ მაგრეგორზე მაღალი დონე აჩვენა გალიაში და ისლამ ახაჩევმა მე ვეძახი ამას მერაბის გზას. მაგრამ შეიძლება მთლად მერაბის გზა არ იყო, უბრალოდ შინაარსობრივად ყველაზე მეტად ამას გავს. მოიგო იქამდე, სანამ უბრალოდ არაფერი აღარ დარჩა ხალხს გარდა აღიარებისა და ისლამ ახაჩევი უბრალოდ აღიარეს როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი ისტორიაში. ეს 3 ადამიანი არის იმ ჩემს მიერ ხსენებული მანამდე ხალხის გაერთიანება. კარგები არიან მეტნაკლებად მიკროფონთან, განსაკუთრებით შეიძლება ეს ითქვას რა თქმა უნდა ილიაზე. პერეირა შეიძლება ბევრს არ ლაპარაკობს, მაგრამ მთელი მუღამიც ეგ არის. ანუ ეგ დაიჭირა რა, რომ არ ლაპარაკობს და 2 სიტყვას ამბობს სულ და ნუ Chama! ეს არის მისი მიკროფონთან ურთიერთობა და ზუსტად ამის გამო кайფობს ხალხი მის ინტერვიუებზე. თუ არ გჯერათ, შეგიძლიათ ნახოთ ნახვები რამდენი აქვს პერეირას ინტერვიუებს და არა ბრძოლებს. და ისლამმა ინგლისური ისწავლა, საერთოდ ვერ ლაპარაკობდა ინგლისურად, გახსოვთ ალბათ ის სასაცილო ინტერვიუ Give me Mayweather რო ყვირის. I want a money fight, give me Mayweather. Woo! და მას შემდეგ ახლა შექსპირი არის იმასთან შედარებით. He doesn't speak English. English is important if you want to make money. You have to speak some language. და მეტნაკლებად ეს თავისი ხასიათი და პიროვნებაც შესაბამისად ინგლისური ენის ცოდნის პარალელურად უფრო უკეთ გაუზიარა მაყურებლებს. ნელ-ნელა მინდა რომ რაღაცნაირად მთლიანად შევაჯამო, რა ვილაპარაკე და რაღაც დავინახოთ ფორმულა რა არის მოკლედ ვარსკვლავობისთვის საჭირო.
ერთი რომ აუცილებლად უნდა გააჩინო ინტერესი. ინტერესს თუ არ გააჩენ შენს მიმართ ნულია ფაქტობრივად კაი ხანი შენი შედეგების მნიშვნელობა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მებრძოლი არის ისეთი, ვინც იგებს, მაგრამ ინტერესი მის მიმართ ფაქტობრივად რომ არ არის, შესაბამისად არ არის კარგი მეტოქეები, არ არის რეიტინგში დაწინაურება და ერთ ადგილს ტკეპნის იქამდე, სანამ მართლა ორნიშნა გამარჯვებების სერიას არ მიუახლოვდება. მეორე არის გამარჯვებები. იმიტომ რომ როგორი მაგარიც არ უნდა იყო მიკროფონთან და როგორი ინტერესიც არ უნდა გააჩინო, საბოლოო ჯამში თუ გამარჯვებებში არ გადაითარგმნება ეს შენი ლაპარაკი, შანსი არ არის. ადრე თუ გვიან ყველა დაგივიწყებს. სხვათა შორის აი კონორ მაგრეგორი ხო ამ ხელა ვარსკვლავია და ეხა რო დაბრუნდება, თუ საერთოდ დაბრუნდა, თუ არ მოიგებს, ჯერ ისედაც ხო უკვე მისი არავის აღარ ჯერა და თუ ვერ მოიგებს, საერთოდ წაშლის ამ თავის მემკვიდრეობას ასე ნეილ-ნეილა წაგებები თუ გააგრძელა და გააგრძელა. ამიტომ თუ არ არის ფორმაში, მე ვფიქრობ, რომ ჯობია საერთოდ არ დაბრუნდეს. და მესამე და მთავარი არის, რომ შეინარჩუნო აქტუალურობა. ანუ გავაჩინე ინტერესი, მოვიგე ბრძოლები, მაგრამ არ უნდა გავქრე, არ უნდა წავიდე სადღაც და ჩემზე არ უნდა ფიქრობდნენ, რომ ნეტა სად არისო. აქტუალურობა უნდა შეინარჩუნო, რასაც იდეალურად აკეთებს მაგალითად ილია თოფურია და საშინლად აკეთებს მაგომედ ანკალაევი. მაგომედ ანკალაევი შეიძლება ვარსკვლავი არ არის, მაგრამ აქტუალურობას როგორ შეიძლება კარგავდეს მებრძოლი, ვფიქრობ, ყველაზე იდეალური მაგალითია ამის. ილია თოფურია შეიძლება წელიწადში ერთ ბრძოლას ატარებს, მაგრამ მთელი წელი მასზე ელაპარაკობს MMA-ის სამყარო. აი ხა ბოლოს ჩარლზს მოუგო და თითქმის ერთი წელი გავიდა, რაც არ გვინახავს. ამ ერთი წლის განმავლობაში რამდენი ილაპარაკეს ილიაზე და ახლა თეთრი სახლის ივენტზე ბრუნდება. და მაგომედ ანკალაევი ჯერ ჩემპიონი გახდა, არავის არ ახსოვდა საერთოდ. დაკარგა ქამარი, ისევ არავის არ ახსოვს. ახლა პერეირა მის წონაში აღარ არის, ანუ ის ადამიანი, ვინც დაამარცხა და ქამარი აართვა. და საჩემპიონო ჯგუფია საჭირო, ჩაინიშნა პროხასკა ულბერგი, მოიგო ულბერგმა, ახლა ფიქრობენ ულბერგის შემდეგი მეტოქე ვინ უნდა იყოს, თან ულბერგი გატრაუმულია და სხვადასხვა სახელებს ვამბობთ, მაგრამ არავის არსად არ ახსენდება მაგომედ ანკალაევი. და ამის მიზეზი არის ის, რომ მაგომედ ანკალაევი მხოლოდ მაშინ ჩანს ჩვენს ეკრანებზე, როცა ის იბრძვის. და თუ მაგომედს უნდა რომ ამ სპორტში შეიძლება ვარსკვლავობა არ უნდა, მაგრამ ფული ხო ენდომება და ფულის შოვნა თუ უნდა, ესე არ უნდა მოიქცეს. დღეისათვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი, გააქტიურეთ ზარის ღილაკი, დროებით.